რაც შეეხება სარეზოლუციო ნაწილს, ბუნებრივი ცხადია შესაძლებელია ჩემი განმარტებიდან რაიმე აზრის გამოტანა შესაძლებელია რაღაც გარკვეულწილად არ იყო მისახვედრი, თუმცა წავიკითხავ სარეზოლუციო ნაწილს, ჩემი თხოვნა იქნება თუ ვინმეს არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ ბოლომდე მშვიდად იყოს და მოусმინოს ჩემს სარეზოლუციო ნაწილს, შეუძლია რომ ეხლავე დატოვოს სასამართლოს თომის დარბაზი. სასამართლო მიხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258, 260, 262, 263 მუხლებით და დაადგინა. ზუსტად ცეცხლის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის პირველი ნაწილით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლზე. ზუსტად ცეცხლის მომიხლის დამუშავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლის გადაწყვეტილება დანაშაული შედეისაცა საჭილის სახეთა ზომად განისაზღვრეს 2 წლის და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა. ვასილ ყაზილაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება დარბაზში არ გავიგონო ხმა არავისი. ვასილ ყაზილაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის პირველი ნაწილით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლზე. ვასილ ყაზილაშვილის მომიხლის დამშავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლის გადაწყვეტილება დანაშაული შედეისაცა საჭილის სახეთა ზომად განისაზღვრეს 2 წლის და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა. ვეფხე კასრაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის პირველი ნაწილით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლზე. ვეფხე კასრაძის მომიხლის დამშავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლის გადაწყვეტილება დანაშაული შედეისაცა საჭილის სახეთა ზომად განისაზღვრეს 2 წლის და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა. ისა პალიანის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლზე. ისა პალიანის მომიხლის დამშავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლით გადაწყვეტილება დანაშაული შედეისაცა და საჭილის სახეთა ზომად განისაზღვრეს 2 წლის თავისუფლების აღკვეთა. თამიტე შეშაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლზე. თამიტე შეშაძის მომიხლის დამშავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლის გადაწყვეტილება დანაშაული შედეისაცა საჭილის სახეთა ზომად განისაზღვრეს 2 წლის თავისუფლების აღკვეთა. გიორგი გოგაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლზე. გიორგი გოგაძის მომიხლის დამშავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლით გადაწყვეტილება დანაშაული შედეისაცა საჭილის სახეთა ზომად განისაზღვრეს 2 წლის თავისუფლების აღკვეთა. ნიკოლ ჯავახიშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლზე. ნიკოლ ჯავახიშვილის მომიხლის დამშავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლის გადაწყვეტილება დანაშაული შედეისაცა საჭილის სახეთა ზომად განისაზღვრეს 2 წლის თავისუფლების აღკვეთა. ირაკლი მირონიშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლზე. ირაკლი მირონიშვილის მომიხლის დამშავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლის გადაწყვეტილება დანაშაული შედეისაცა საჭილის სახეთა ზომად განისაზღვრეს 2 წლის თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულების საშუალო მოძრაობის შეერთებაში ყოფნის პერიოდზე საჭილის ვადის საკუთრების დაიწყოს დაკავების მომენტიდან მითითებულებების ბედი მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დისკების დამახსოვრების პარათი შენახული იქნეს საქმესთან დაკავშირებით, განჩენი კანონიზაციის გამოცხადებასთან, განჩენი განშიშება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით მსჯავრდებულებს უფლებამოსილებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებით მხარეებს უფლებამოსილებს დაესწრათ ოქს და გამოთქვათ მასზე შენიშვნები. სასამართლოს თომა დასრულებულია.